მოგესალმებით. მე ვარ ანა კვანტრიშვილი, ფსიქოლოგი. თქვენ იმყოფებით ჩემს გვერდზე და უსმენთ ჩემს ლაივ ჩართვას, რომელიც ძალიან ვფიქრობ, რომ საინტერესო თემაზე არის და აი ახლა გაგაცნობთ თემას, ცოტას დაველოდები. ადამიანებს, რადგან ადრე დავიწყე ლაივი, დაახლოებით 3 წუთით ადრე. ამიტომ დაველოდოთ, მოდი. ვინც შემოსასვლელია, შემოვიდეს. თუ არა და ჩანაწერი იქნება და უისმენთ. ხო, ეს ლაივი იყო დაანონსებული. ამიტომ ზოგიერთმა თქვენთაგანმა იცით, თქვათ ელოდებოდით, ზოგიერთი კი, რა თქმა უნდა, მოусმენს შემდეგ. მოგესალმებით ყველას, გამარჯობა. ესე იგი, დღეს მაქვს თემა, როგორც სათაურიც მიწერია, ეს არის მიჯაჭვულობის საკითხი, ხო? და იმდენად ხშირად არის ხოლმე ამაზე კითხვები და ვფიქრობ, რომ ცოტა გაურკვეველია ეს საკითხი ბევრისთვის, ხო? რომ გადავწყვიტე, ჩავწერო ესეთი მოკლე ლაივი და თქვენს ენაზე მაქსიმალურად გასაგებად გადმოგცეთ ეს საკითხი რას ნიშნავს და რა არის საერთოდ, იმიტომ რომ არ ესმით ხოლმე ზოგჯერ, გასაგებიც არის, ხო? რომ აი მიჯაჭვულობა რა არის საერთოდ და რატომ არის ჯანსაღი, რა არის საერთოდ ჯანსაღი მიჯაჭვულობა ან არაჯანსაღი, რატომ არსებობს ჯანსაღი მიჯაჭვულობა საერთოდ, ხო? მიჯაჭვულობა ხომ ცუდია ზოგადად. შორენა მოგესალმები, როგორ ხარ? და აი ეს ნათელი მინდა მოვფინო ამ საკითხს, ხო? რა არის მიჯაჭვულობა დედასა და შვილს შორის, რადგან ჩვენ ყველანი ვიყავით ბავშვები და მე ვიზრდებით და იქიდან გამომდინარე, მოგესალმებით სოფო, იქიდან გამომდინარე, როგორი ბავშვობა გქონდა, როგორი მიჯაჭვულობა გქონდა. კარგი თემაო, სოფომ, როგორი მიჯაჭვულობა გქონდა დედასთან ან აღმზრდელთან, ვინც იყო უშუალოდ, ხო, ჩვენი ვისაც დედა არ ყავს, ხო? ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის მომავალ ცხოვრებაზე. ჩვენზე უკვე მოახდინა ამან გავლენა, ხო? და რა თქმა უნდა, ჩვენ შვილებზე შეგვიძლია შევქმნათ და ისე ვიმოქმედოთ, რომ მათ ჯანსაღი მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდეთ, ხო? და რა არის ეს? აი, ახლა ამ თემებზე მინდა ვისაუბრო. იმიტომ რომ იცით რა, აი არის ხოლმე რა, ეს ამ თემაზე საუბრობენ, ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც აი გაუხსნელია ხოლმე, აი თითქოს არ ეხებიან კონკრეტულად, რომ როგორია ჯანსაღი, როგორია არაჯანსაღი, ხო? არ აკონკრეტებენ ამ საკითხებს და აი რაღაცა მაინც ბუნდოვანია, ხო? აი ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს მეკითხებიან პირადში და პირადში გაცემა პასუხის აი ესეთ ვრცელ თემებზე ძალიან ძნელია, ხო? თითქმის შეუძლებელიც არის ხოლმე, ხო? რომ აი თქვათ ერთ ადამიანს აი ესე რაღაცა დიდი პასუხი ვრცელი რაღაც პასუხი გაამზადო, აი ფიზიკურად უბრალოდ შეუძლებელია. თუ არ არის კონკრეტული პასუხი, ხო? კონკრეტული კითხვა პირადში. აი პირადში რომ წერთ, მომწერეთ ხოლმე კონკრეტულად, აი თქვენი პირადი, აი თქვენი ცხოვრებიდან მომწერეთ კონკრეტული რაღაც სიტუაცია იქნება, თუ რა იქნება, კონკრეტული რაღაც მომწერეთ, ხო? იმიტომ რომ ზოგადად ითმა, აი რა არის ეს, რა არის დეპრესია, აი როგორ უნდა გაქცეთ ახლა პასუხი, ხო? რა არის დეპრესია, მაგალითად, ხო? ისეთია. წარმატებები, მოგესალმებით, მიყვარხართ, მადლობა. სწორედ ის თემაა, ჩემი ტკივილი შვილები გაიზარდნენ და მტკივა მათთან სიშორე. მაქვს მარტოობის განცდა. მარინა, ეს კიდევ სხვა რაღაცა არის, ხო? ეს კიდევ სხვა რაღაცა არის. დედის მიჯაჭვულობა, დედის უფრო ვიტყოდი დამოკიდებულება, გახდება დამოკიდებული, თქვათ, შვილებზე და მიეჯაჭვება. ესეც ზუსტად აი დედის ბავშვობიდან მოდის, შეიძლება ესეც კი ითქვას, ხო? და ნელ-ნელა მოდი, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, გადავიდეთ თემაზე, ხო? და დავიწყოთ საიდან, ნახეთ? იბადება ბავშვი, ისე ვერ გავაკეთებ, რომ კომენტარები დავმალო. მადლობა. ესე იგი, იბადება ბავშვი, პატარა და თქვენ ძალიან კარგად იცით და მოგეხსენებათ, რომ
მადლობა ეკო, თქვენი რჩევები მჭირდებაო. მოგეხსენებათ, რომ ბავშვი არის დამოკიდებული არსება. ის არ არის დამოუკიდებელი, ხო? ბავშვს არ შეუძლია თოთოს, არ შეუძლია რომ გადარჩეს აღმზრდელის, დედის, მშობლის ვიღაცის გარეშე, ვინც მასზე იზრუნებს, ვინც აჭმევს, ასმევს და დააძინებს და მოუვლის და მოკლედ აიღებს მასზე პასუხისმგებლობას. ბავშვი ვერ გადარჩება, ფიზიკურად ვერ გადარჩება, ხო? მადლობა. ფიზიკურად ბავშვი ვერ გადარჩება. ესე იგი, იბადება სრულიად უსუსური არსება, რომელსაც მუცელში აქვს შექმნილი ის გარემო, რომ საერთოდ არანაირი განცდა, არანაირი დისკომფორტი, შეიძლება იყოს ახლა იქ სტრესები, ტრაუმები, რაღაცა რაც ორსულ დედაზე მოქმედებს, მაგრამ ასე თუ ისე ძალიან ტკბილ გარემოში იმყოფება, სადაც არ უწევს ფიქრი, რომ ჭამა უნდა, სმა უნდა, ყველაფერი ძალიან მარტივად მისდის ბავშვს, ხო? და როდესაც იბადება აბსოლუტურად უსუსური არსება, ხო? დედამიწაზე, აი ამ ხილას სამყაროში, ახლა წარმოიდგინეთ, დაიბადა ბავშვი უსუსური, არ შეუძლია სიცოცხლე თუ არა სხვა ადამიანი იქ რომ არ იყოს, დამოუკიდებლად ვერ გადარჩება. უსუსური სამყარო ძალიან დიდია, ბავშვის აღქმა როგორია, ხო? ძალიან დიდი სამყაროა, ყველაფერი უცხოა და ყველაფერი არის საშიში. მე მახსოვს, როცა ბავშვი ვიყავი, ეს შეგრძნება, რომ აი ოთახში ვიჯექი, აი პატარა კუთხე, სადაც ვიჯექი, ისეთ საინტერესო იყო, მაგრამ აი მეორე ოთახის კუთხეშიც კი, წარდგე მეორე ოთახის კუთხე, მიუწვდომელი ადგილი იყო და აი ესეთი საინტერესო ადგილი იყო, აი ერთი ოთახის სივრცეც კი აუთვისებელია ბავშვისგან და აი ნელ-ნელა ითვისებს ამ ყველაფერს, ხო? აი ესეთ სამყაროში იბადება და ნახეთ სრულიად დამოკიდებული და უსუსური არის ადამიანი, გაშლილი სამყარო და უყურეთ მას მშობელი აღმზრდელი დედა, ხო, ვინც არის, ვინც დის ბავშვს, აძლევს მას საჭმელს, რა თქმა უნდა, კვებავს, აძინებს, უვლის, აი პირველად მოხმარების აი ამ რაც ჭირდება სიცოცხლისთვის, აძლევს ბავშვს და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ბავშვს ჭირდება, ეს არის უსაფრთხოების განცდა, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ ის უსაფრთხოდ არის, რომ არაფერი ემუქრება, იმიტომ რომ ყველაფერი უცხოა, ყველაფერი აუთვისებელია, არაფერი არის ის მისმა გონებმა, მისმა თვალებმა, ხო, პირველად ხედავს საერთოდ მთელ სამყაროს, ეს საშიში სამყაროა, აბსოლუტურად საშიში სამყარო, ჩვენ ეს არ გვახსოვს, მაგრამ ეს არის საშინლად საშიში სამყარო და იმიტომ რომ უცხოა უბრალოდ, ხვდებით? და სჭირდება მას დაცულობის განცდა, რომ შვიდად იგრძნოს თავი. ვინც დედები ხართ, ეს იცით, ხო, რომ ბავშვს ჭირდება, რომ შვიდად იგრძნოს, უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ხვდებით, გარდა საჭმლისა და არ ვიცი, რძისა და ასე შემდეგ, მას ჭირდება უსაფრთხოების განცდა, ხო? იგრძნოს ეს დაცულობა. და ნახეთ, რატომ სჭირდება ეს დაცულობა? იმიტომ რომ უცხო სამყაროში იბადება და უყურეთ ამ დაცულობის განცდას რამ შეიძლება მისცეს ბავშვს, ხო? სამყარო რას იზამს, თქვათ, ცივია მისთვის, შორეულია. ეხლა იმ სამყაროში, თქვათ, ვიღაცა ჯგუფი, არ ვიცი, ბებიები, ბაბუები, მათი დები, ძმები, ანუ ჯგუფზე დამოკიდებული ვერ გახდები, ხვდებით, აი რამდენიმე კაცზე. ანუ ხდება ერთი ადამიანის ამორჩევა. აი ეს არის ცხოველებშიც არის ეს. ძაღლები, მაგათაც ერთ პატრონს ირჩევენ, ხო? ჩიტები, ფრინველები, აი იმპრინტი რაც არის, აი დაინახა და დაიმახსოვრა ერთი სახე და დედამისია და всё, მისდევს იმას. ანუ ნახეთ, ბავშვიც ესე არის. აი ამ უცხო სამყაროში ირჩევს და ნუ დედა აღმზრდელი ის ვინც გაზდის, მაგრამ ნუ დედა ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ ნუ დედა აჩენს, ხო? და თუ დედა არ ყავს, ამ შემთხვევაში სხვა ადამიანია. ნუ ჩამნაცვლებელი პირი, მნიშვნელობა ამას არ აქვს, ხო? დედა ან ის ვინც დედის მაგირობას ასრულებს. და ეს დედა ხდება ადამიანი,
აი ამ სამყაროში, ვისაც ეს ადამიანი, ეს ბავშვი გრძნობს და ვინც ხდება მისი დაცულობა, ანუ სანდო პირი ხდება. გესმით, რომ აი ამ საშინლად უცხო გარემოში აი არსებობს ვიღაცა ადამიანი, ვისაც ეს ბავშვი, უყურეთ, აი იწყება, მიეჯაჭვება, გახდება დამოკიდებული ამ დედაზე, ნახეთ, მიჯაჭვულობა უკვე იწყება, ერთ წლამდე ყალიბდება მიჯაჭვულობა, არ გეგონოთ რომ მერე და მერე. არა, უკვე დაბადებიდან უნდა ჩამოყალიბდეს, ხო? და აი ერთი ადამიანი, ეს დედა, სანდო, საყვარელი არსება, ვიღაცა არსება, ვერც აცნობიერებს ეს ვინ არის, თავის გაგრძელება გონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსებობს არსება, ხო, რომელთანაც ეს ბავშვი უსაფრთხოდ გრძნობს თავს, მიირთმევს თბილ რძეს, ეს ყველაფერი ძალიან თბილია, ტკბილია და როცა სამყაროში ეშინია, არსებობს იქ ერთი ადამიანი, რომელიც არის უსაფრთხო და სანდო. დედა ხელში აიყვანს ბავშვს, ბავშვი ჩუმდება, ხო? რატო? ეშინია, იქ მარტო როწევს სადღაც ლოგინზე. ნახე? აიყვანა დედა, დამთავრდა. უკვე აღარაფერია საშიში. ხვდებით? ესე იგი, ბავშვი რო გადარჩეს, აუცილებლად ჭირდება ერთი ადამიანი, რომელსაც თანაც ის უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. ეს არის მიჯაჭვულობა და ბავშვი, ვისაც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, იმ ადამიანს მიეჯაჭვება. ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნახეთ, და რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ გაეცნოს, ეხლა რა არის ეს მიჯაჭვობა, რაში გვჭირდება? ადამიანი ბავშვი ჭირდება რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, ეგ ერთი ხო თქვით და მეორე რომ გაეცნოს სამყაროს. ნახე? მას ჭირდება დაცულობის განცდა. ეს არა აქვს, უსუსურია ბავშვი. ბავშვი არის აბსოლუტურად უმწეო. ხვდებით? არა აქვს მას განცდა, რომ ძლიერი ვარ, ხო? ამას აძლევს თქვენ ძიძა ხომ არ ხართ, ფსიქოლოგი ვარ. ამას აძლევს და ჩვენ საუბრობთ დედებსა და შვილების მიჯაჭვულობის საკითხზე, რომელიც გადამწყვეტია, ხო? ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, ასე რომ თუ არ გაინტერესებთ ეს თემა, შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. აძლევს ამას, ანუ ნახეთ, არსებობს ადამიანი, რომელიც მას უსაფრთხოების განცდას აძლევს, ამიტომ ბავშვს რომ შეისწავლოს, გაეცნოს სამყარო, უფრო არის თავისუფლად. გესმით, იმიტომ ეგულება ვიღაც, ხო? ვისაც არის დამოკიდებული, მიჯაჭვული, არის ჯანსაღი მიჯაჭვულობა მათ შორის, ამიტომ ბავშვი თავისუფალია, იმიტომ რომ საიმედოობის განცდა აქვს. ხვდებით? ანუ ჯანსაღი მიჯაჭვულობა, ეს არის საიმედოობის განცდა ბავშვისთვის, რომ დედა ან აღმზრდელი, მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება მამა არის ეს, ხო? იშვიათ შემთხვევაში არის ყოველთვის მის გვერდით, ყოველთვის დაიცავს, ის ტკბილია, თბილია, აძლევს სიყვარულს და ასე შემდეგ. ანუ დაცულია მასთან. ამიტომ შეგიძლია რა, წახვიდე, რაღაცები გამოიკვლიო, თამამი იყო, იმიტომ რომ გაქვს უსაფრთხოების საყრდენი. გესმით? აი დედა, მშობელი, აღმზრდელი იქცევა საყრდენად. გესმით? ამიტომ უპირობოდ მნიშვნელოვანია, რომ მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს, ჯანსაღი მიჯაჭვულობა. ამის გარეშე, ნახეთ, თუ მიჯაჭვულობა საერთოდ არ ჩამოყალიბდა, ბავშვი არის აბსოლუტურად დაკარგული, შეშინებული და არა უშავს, ოკეი. აბსოლუტურად დაკარგული, შეშინებული, არ აქვს უსაფრთხოების განცდა, თამამი არ არის, ვერ ბედავს. მეცაც გეტყვით, თუ არ ჩამოყალიბდა მიჯაჭვულობა, ვინმეს მიმართ მაინც, გესმით, არ ვიცი, ბებია, ბაბუა, მეზობელი, არ ვიცი, ძიძა, მასწავლებელი, ვიღაცა, ვინც ბავშვთან არის, თუ არ ჩამოყალიბდა რაღაცა სახის მიჯაჭვულობა მაინც, ბავშვი შეიძლება საერთოდ დაავადდეს, შეიძლება საერთოდ ვერ განვითარდეს, გესმით, ესი არ არის, რომ ბავშვი თავისით ვითარდება. არა, ხო? ბავშვს ჭირდება, აუცილებლად ჭირდება ადამიანები, ვინც
დედა, ხო, ვინც მისცემს მას სიყვარულს და აი ამ ყველაფერს, რაც მას სჭირდება, რა, რომ აი განვითარდეს, იმიტომ რომ ხო, არ გაუსწრებ წინ, ხო, ნელ-ნელა გავყვები. ესე იგი, თუ გასაგებია ეს, დამიწერეთ კომენტარებში და ეხლა გავაგრძელებ, ხო? მე არაფერს ვისმენ და შენ რამ დაგაფიქრანე და საქმე როგორ? კარგი. გეთახმებითო ეკო. კი ბატონო. ეხლა უყურეთ, რა არის არაჯანსაღი მიჯაჭვულობა. ეხლა ამაზე გადავიდეთ. ხო, სანამ ამაზე გადავალთ, მინდა აი კომენტარებს ვერ ვმალავ, ამიტომ გამირბის თვალი და კომენტარებს ვკითხულობ, ხო, არიცით როგორ შეიძლება დავმალო, სანამ ვილაპარაკებ და მე ისევ გამოვაჩინო კომენტარები. მეგონი ესე ჯობია, ხო? მე გამოვაჩენ ისევ თქვა წავიკითხავ თქვენს კითხვებს. ეხლა ნახეთ. მნიშვნელოვანი რა არის? შევთანხმდით, რომ ბავშვს ჭირდება მიჯაჭვულობა, ეს უნდა იყოს ჯანსაღი მიჯაჭვულობა, ასე თუ ისე თქვით, რაც არის და რისთვისაც არის საჭირო და როგორი უნდა იყოს, შემდეგ კითხვა რა არის, როგორი უნდა იყოს დედა, ხო? ვინც არის საიმედო საყრდენი. ხო? როგორი არ უნდა იყოს დედა? ხო, რომელიც შეიძლება გახდეს არასაიმედო და რომელმაც შეიძლება ჩამოაყალიბოს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა. ეხლა უყურეთ. პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, ну რა თქმა უნდა, ეს არის სიყვარული და უპირობო მიღება. ხო? დედა უნდა იყოს აუცილებლად მზად იცოდეს ვისაჩენს და საერთოდ რატომ და როგორ და არ უნდა იყოს დაკარგული რა, არ უნდა იყოს ამოგდებული აი ამ საკითხიდან. რა თქმა უნდა, ხო? ის უკვე უნდა იყოს მზად ამ ყველაფრისთვის, ხო? უნდა იცოდეს რას აკეთებს. და აი ეს სიყვარული, რა თქმა უნდა, ხშირად არის, რომ აი თავიდანვე პირველ ახალბედა დედას, რომელიც პირველი ბავშვი ყავს, თავიდანვე არ მოდის, ნელ-ნელა მოდის, მაგრამ აი ეს ინსტინქტს კარგად მიყავს ეს ყველაფერი, ხო? სწორად არ ავითარებს, ხო? ამიტომ აი ეს ინსტინქტი მაინც თავისას გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ თავიდანვე ვერ იგრძნოს შეიძლება დედამ, ხო? აი რაღაცა ის სიყვარული, რაც უკვე მერე და მერე ნელ-ნელა მოდის დედას შორის. ვიღაცა უფრო გრძნობიარია, ვიღაცა თავიდანვე ძალიან გრძნობს ამ ყველაფერს, ხო? ამაზე არ არის მთლად დამოკიდებული. მანანა მადლობა წარმატებებიო შესაქმნელში. ნახეთ, პირველი, არ უნდა აუცილებლად სიყვარული, ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი და დედისგან კიდევ ძალიან მნიშვნელოვან რამეს იღებს ბავშვი, ეს არის აღიარება. დედის აღიარება. და ნახეთ როგორ იღებს აღიარებას. ისე კი არა რომ მაგარი გოგო ხარ და ყოჩახ. არა. ეს ხდება აი თავიდან რა, აი ერთ წლამდე ხო გეუბნებ ჩვილობის ასაკში. დედის აღიარებას როგორ იღებს ბავშვი? როდესაც დედა შეყურებს ამ ბავშვს, უხარია, რომ აი ეს რა საყვარელი ბავშვი ყავს, ეს როგორ უყვარს ეს საოცარი არსება, სიყვარულით შეყურებს, უცინის და ბედნიერია ამ არსებით. და აი აღიარებს, ნახე აი თავისი სახით, აი ეს გაღიმებული სახით, რომ აი დედა შეყურებს შვილს, უკეთებს ბავშვს აღიარებას, რომ აი თავისი თვალები, თავისი გამომეტყულებით, რომ შენ ხარ ის, ვინ სასურველი არსება ხარ ჩემთვის. სასურველი, საყვარელი არსება. ხვდებით? და აი ბავშვი ამას გრძნობს, რომ ის სასურველია. ის კითხულობს არაცნობიერ დონეზე დედის სახეში თვალებში ამ ყველაფერს, რომ ის სასურველია, მას უყურებენ და იცინიან, ბედნიერი არიან, ემოციებს, საოცარ ემოციებს გრძნობს და ბავშვი გრძნობს, რომ ის კარგი ვინმეა, ის საჭიროა, ის აღიარებულია ამ სამყაროში. და უყურეთ რა ხდება, ანარეკლი, სარკული ეფექტი ხდება, დედა უყურებს. გაღიმებული შვილიც უყურებს გაღიმებული, აუცილებლად პასუხობს შვილი ამით. შვილი ბედნიერია. ბავშვი არის ბედნიერი. და ხალისიანი და მხიარული.
მაგრამ ჩვენ გვინახია ბავშვებიც, რომლებიც ბედნიერები და ხალისიანები კი არიან, პირიქით ჩამქრალი თვალები აქვთ და ვერ არიან ბედნიერები და პირიქით დათრგუნულები არიან. იმიტომ რომ ეს აღიარება არ აქვთ და რატომ ნახეთ? განა დედას არ უყვარს, ყველა ვარიანტში უყვარს, მაგრამ ნახეთ ეს გამოხატულება ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ შესაძლებელია რომ დედას აქ ბევრი პრობლემები აქვს, არ ვიცი, ოჯახში ხმა მეუღლესთან, ან რა ვიცი, სამსახურში, ან საერთოდ მის პირად ცხოვრებაში, ან რაღაცა უჭირს, რაღაცა ტკივა, რაღაცა პრობლემები აქვს. მოკლედ, 1000 რამ შეიძლება აწუხებდეს დედას და ნახე, ამ შემთხვევაში უკვე აღარ გქონდეს ნერვები. ყურეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან, რომ ნერვები, აი თქვენი მოთმინება აქ უნდა გამოიცადოს ფაქტიურად, ხო? და უყურეთ, ეს თქვენი ტკივილი პრობლემები შესაძლებელია, რომ გადაიტანოთ ბავშვზე და ისე ძალიან აღარ გიხაროდეთ, ცოტა ნერვებს გიშლიდეთ, ცოტა მასზე გადაგქონდეთ თქვენი ემოციები და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში რა ხდება? ბავშვი ვეღარ იგებს. ბავშვი დამნაშავე არასოდეს არ არის. აი, არ არსებობს თოთო ბავშვი იყოს რამეში დამნაშავე. და როცა მასს თქვათ, მასზე რაღაცა გადადის, მას ან ეჩხუბებიან, ან უკმაყოფილო არიან, რომ რამდენ სტირი ხარ, ან მომაბეზრე თავი, ხო? ან რაღაცა აი ეს ყოველთვის უმიზეზოა, ხვდებით, იმიტომ რომ ბავშვი არასდროს დამნაშავე არ არის. ამ ყველაფერს რომ ბავშვი გრძნობს, ხო? ეს ხდება დათრგუნვა უკვე, ხო, რომ აი მისგან რაღაცა არ მოსწონთ, მას გაღიმებულები არ უყურებენ, ხო? რაღაცა ისე ვერ არის წესრიგში, ხვდებით, რაღაცა ამ ბავშვმა დააშავა, მაგრამ ვერ ხვდება რა, ხო? ვერ ხვდება რატომ სჯიან, ვერ ხვდება რატომ ელაპარაკებიან ესე, ვერ ხვდება რა ხდება დედის თავს, ვერ ხვდება რომ ეს საყვარელი არსება ხან თბილია და ხან რატოა ესეთი სასტიკი. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, ხო? როცა დედა არასტაბილური ემოციებით არის. თბილია და უცებ რაღაცას გაფრაზება და უხეშია და ვეღარ აკონტროლებს ემოციებს. ამ შემთხვევაში რა არის მესიჯი? მე არ ვიცი, მე ვერ ვენდობი დედას, ნახე ბავშვთან რა მოდის. ვერ ვენდობი დედას, ხო? არ ვიცი, როდის სიყვარულით მიყურებს, როდის ცუდად მომექცევა, როდის წყალობას მომცემს, როდის პირიქით დამსჯის, ხო, თავისი ამ უხეშობით, ანუ არასტაბილურია დედა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ყოველთვის გრძნობს სიმართლეს. როდის მართლა მას, თქვათ, რაღაცაზე გაუბრაზდით და თქვათ, რაღაცას უკრძალავთ, ხო, სუფთა ემოციებით. მაგრამ როდესაც რაღაცა სხვა დარდი გაქვთ და აქედან გამომდინარე ხდება რაღაცის გაკეთება, ეს მესიჯი აუცილებლად მიდის ბავშვთან. ესე იგი, დედა არასტაბილურია, ეს უკვე ხელს უშლის, რომ მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს. როდესაც დედა ემოციებით არის ავსე, თავისი შიშები, თავისი გაუგებრობები აწუხებს, თავი ვერ დაუმკვიდრებია, ბევრი პრობლემები აქვს. ეს უკვე ქმნის იმის ნიადაგს, რომ არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს, ხო? ანუ ბავშვს სჭირდება ჯანსაღი მიჯაჭვულობისთვის საიმედო ადამიანი, რომელიც არ მოატყუებს, აუცილებელია, არ მოატყუებს, რომელიც ემოციური არ იქნება მასთან მიმართებაში, მართალი იქნება, ანუ ნამდვილი იქნება. ხვდებით? თავის გამოვლენაში, ვისგანაც მიიღებს აღიარებას, ანუ დედა ბედნიერია ბავშვით. ხო? აი ეს. და აი ეს ემოციური მდგომარეობები არ გადავა ამ ბავშვზე. ხო? აი მინიმუმ და სიყვარული რა თქმა უნდა, ხო? სიყვარული, სითბო და ეს ყველაფერი უზრუნველობა რაც არის. ანუ მინიმუმ აი ეს ყველაფერი მინიმუმ ესენი უნდა იყოს გაკეთებული, რომ ჩამოყალიბდეს მიჯაჭვულობა ჯანსაღი. ხო? რა თქმა უნდა, აქ გააჩნია უკვე თვითონ ვინ ჩდება, ვინ იბადება ბავშვი, ხო, ყველა ერთნაირი არ არის. ვიღაცა უფრო გამძლეა, შეიძლება ითქვას, ჭყარებით, ვიღაცა უფრო მოწყვლადია, სუსტია უკვე, ხო? აი, გააჩნია თვითონ ბავშვსაც, ხო, მეტნაკლებად გააჩნია, მაგრამ ეს საფუძველი, ეს საყრდენი აუცილებლად უნდა იყოს, გესმით? ეხლა უყურე არა ჯანსაღი მიჯაჭვულობა რა არის?
რაც ეხა ვილაპარაკეთ, როდესაც დედა არა მერყევია, ემოციებს ვერ აკონტროლებს, ხან ნერვები ეშლება, ხან უყვარს, დანაშაულის განცდები აწუხებს, შიშები აწუხებს, არის ის რა ქნას, დაულაგებელი ურთიერთობები აქვს. აქედან გამომდინარე თვითონაც არ არის ჯანსაღად, თქვათ, დაცულად თვითონვე არ გრძნობს თავს. ბავშვს როგორ აგრძნობინებს დაცულად თავს, ხო? აქედან გამომდინარე, ან პირიქით, თქვათ, აი განმრიდებელი, რამდენიმე სახის არაჯანსაღი მიჯაჭვულობა არსებობს. ეხა ესე ძალიან არ დავკონკრეტები, მაგრამ შეიძლება იყოს განმრიდებელი დედა, რომელიც აი იშორებს, აი განერიდება ბავშვს, რა არ შეუძლია. არსებობს მოუხერხებელი ჭყალებში დედა, რომელიც აი ვერ იხერხებს, ვერ მოიხერხებს რაღაცებს, ისე როგორც საჭიროა, ხო? და აი შედეგად, აი ამის შედეგად, თქვათ, ყალიბდება, შეიძლება ჩამოყალიბდეს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა. ეს ახლა რა ფორმა არის, ნახეთ? გინახიათ ბავშვები, რომლებიც დედას ეკიდებიან კალთაზე, არსად არ უშვებენ, ტირიან, ვერაფერს ეგუებიან, აი ჩამოკიდებული, დედაზე ჩამოკიდებული, შეიძლება ნერვებიც კი მოგიშაოს ესეთმა ბავშვებმა, იმიტომ რომ ძალიან ჩამოკიდებულია, ძალიან დამოკიდებულია, ტირალა, ვერ რჩება მარტო, საშინლად იტანს დედის ნაკლებობას, ხო? შეიძლება აგრესიულიც იყოს, დათრგუნული იყოს, ჩუმი იყოს, ისეთი იყოს, ეს მერე ვლინდება ერთი წლის მერე, მაგრამ ჩამოყალიბება ერთ წლამდე ხდება აპრიორი, ხო? მერე რა თქმა უნდა ვითარდება. თქვათ არათამამია, ჩაკეტილია, ჩამქრალი თვალები აქვს, ხო? მაგრამ ჩაბღაუჭებულია დედას, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ რა არის? რა შეიძლება დავინახოთ? თუ კი ვხედავთ ჩაბღაუჭებულ ბავშვს დედაზე. ხო? ან ვინმე სხვაზე, ანუ აღმზრდელზე. ხედავთ იმას, რომ ბავშვს აქვს მიჯაჭვულობა დედის მიმართ. არ უნდა დედა გაუშვას, ეშინია. იმიტომ რომ არ ენდობა, ნახეთ? დობა არა აქვს, არ ჯერა რომ ის დაბრუნდება. თავისი იმედი არ აქვს, რომ დედის გარეშე კარგად იქნება, რადგან იმედი არ აქვს დედის. გესმის, აი დედის იმედი არ აქვს, ეშინია, საშინლად შეშინებული ბავშვია, რომელიც აი ფიზიკურად ებღაუჭება დედას ტირის, იმიტომ რომ არ აქვს საიმედოობის განცდა. გონია რომ მიატოვებენ. გესმის, ასეთ ბავშვს ყოველთვის გონია რომ მიატოვებს დედა. წავა და დატოვებს სადმე. ხვდებით? და მაგრამ ჯანსაღი მიჯაჭვულობა როგორია? დედა მიდის, მე ბედნიერი კი, შეიძლება რაღაც 2 წამი გაეტიროს, მაგრამ კარებს დაკეტავ, ბედნიერია ბავშვი. რატომ? იმიტომ რომ იცის დედა დაბრუნდება. გრძნობს, ეს 1 წლის ბავშვმა პატარა თოთომაც იცის, ხო? იმიტომ რომ იცის ენდობა დედას. გესმით? იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბდა ჯანსაღი მიჯაჭვულობა. ამიტომ ჩვენივრად შეუძლია დედის გარეშეც ყოფნა. დედის გარეშეც თავდაჯერებულია, იმიტომ რომ იცის, ახსოვს, რომ არსებობს ადამიანი, ვინც მას უპირობოდ იღებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უპირობო მიმღები ადამიანი, ვისშიც აღიარება, უპირობოდ მიღება არის აღიარება, რაზეც წინ ზემოთ ვილაპარაკეთ, ეს მოიპოვა აღიარება და უკვე საყრდენი აქვს და ეს არის ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი ბავშვი, რომელიც არ არის ჩაბღაუჭებული. ჩაბღაუჭებული ბავშვი კი არის პირიქით არაჯანსაღი მიჯაჭვულობით, ორივე მიჯაჭვულობაა, მაგრამ განსხვავება ვთქვით, იმედია ძალიან კარგად გააკეთეთ ეს თქვენს გონებაში ამის განსხვავება, ხო? არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ეს არის ჩამოკიდებული ბავშვი, რომელიც დედის გარეშე უბრალოდ შეშინებულია, უბრალოდ არ იცის რა გააკეთოს, გონია მიატოვებენ, დატოვებენ, დედასთან ერთად ეშინია, ესე აქვს ხელები მოკიდებული, რადგან გონია რომ გაექცევა ახლა დედამისი, დატოვებს, მიატოვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია არ მოატყუოთ ბავშვი, ძალიან მნიშვნელოვანი. თქვა თუ ეტყვით, რომ იცი რა, დამელოდე აი აქ იჯექი სკამზე, ეხლავე მოგიტან რაც მითხარი, არ ვიცი, მოგაწვდი ბანანს, ეუბნები. ხო? და ვერ ისვენებს ბავშვი. თუ ზის და გელოდება, ანუ გენდობა, ანუ ყოველთვის მიუტანე ის, აი რასაც ეტყვი რა, ეხლავე მოგიტან, აი ამ წამს. და მიუტანე, გესმით, არ დაივიწყოთ, აი რომ აი ეს გქონდეს მას, ვთქვათ.
რომ აი კი გაგიყვან აუცილებლად ან კი მოგცემ და მიეცი თქვათ რასაც ეუბნები რომ გენდობოდეს გესმით აი ნდობა იყოს აი ტყუილი არ იყოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია აი ძალიან გადამწყვეტი რამ არის ხო ეხა დამიწერეთ ამდენად მნიშვნელოვანია და მე ცოტა წინ წავიდეთ მომავალში როცა გაიზრდებიან ეს ჩვენი ბავშვები რამდენად კარგად გაიგეთ, რამდენად გასაგებია ეს მიჯაჭვობის საკითხი და თუ გაქვთ კითხვები ამასთან დაკავშირებით. მოდი დამიწერეთ. თორე საერთოდ გაჩვდით. აბა, დამიწერეთ, მე გადავხედავ მანამდე. რა უნდა მეთქვა და რა მე ხარ გამომრჩა. გეთანხმებითო მადლობა აბა თუ გასაგებია დამიწერეთ რომ ნუ ხო გასაგებია ან კითხვები თუ გაქვთ ან არა გვაქვს კითხვები და თქვათ გავაგრძელოთ ისმის კარგი მოდი მომივა გავაგრძელებ მაინც ნახეთ ეხლა რა არის აი ჩვენ რო ვიძახით ხოლმე სულ ფსიქოლოგები კოუჩები იძახიან ხოლმე რომ აი საყრდენი გჭირდება საყრდენი რა არის ეს საყრდენი ხო ქალის და მამაკაცის მიჯაჭვობაზე რა შეგიძლია თქვა ანიშორ აი ზუსტად ამ თემას შევეხები რა ცოტათი ასე რომ ვთქვა ისმის კი ანა Okay. საყრდენი ნახე რომ ამბობთ რა არის ეს საყრდენი უნდა იპოვო უნდა დაეყრდნო რაღაცას აი ყურეთ განცდა რომ სამყარო საიმედოა სამყარო კეთილგანწყობილია კარგია ამას მე დედაზე გავლით ვიგებ ამას ბავშვი იგებს დედაზე გავლით იმ ადამიანზე გავლით ვისაც მიჯაჭვულია მისთვის ეს არის დედა არის აი აღმზრდელია სამყარო გესმით და დედა თუ საიმედოა კეთილგანწყობილია დედა თუ აღიარებს ბავშვს დედა თუ სტაბილურად ექცევა დედა თუ არატყუებს ემოციები ჯანსაღი აქვს ხო ამ შემთხვევაში ის ბავშვს უყარიბდება აი ზუსტად ეს საყრდენის განცდა რაც არის რომ სამყარო კარგია მე დაცული ვარ სამყაროში მაქვს ეს საყრდენის განცდა გესმით და აი იზრდება ბავშვი როგორი ხო რომ აი აქვს განცდა სამყაროში მარტო არ არის დაკარგული არ არის და აი საშიში არ არის ეს სამყარო პირიქით აქ რაღაცნაირად უსაფრთხოების განცდა რა დავიკითხავ საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება როგორ შეიძლება დასრულმა ადამიანმა დააღწიოს თავი მიჯაჭვობას კი ბატონო რომელსაც ამისგან აღარც კი შეუძლია ცხოვრება და არსებობა არათუ დამოუკიდებლობა დიახ აი ეს რატო უყალე და უყურეთ იზრდება ბავშვი რომელსაც აქვს ეს საყრდენი ქონდა ჯანსაღი მიჯაჭვობა დედის მიმართ მე რომ იზრდება უკვე ეს რა თქმა უნდა დედის მიმართ ჯანსაღი მიჯაჭვობა გრძელდება მაგრამ ბავშვი უკვე დამოუკიდებელი ხდება უკვე დასრული ხდება ადამიანი ხდება და რა თქმა უნდა მას დედა როგორც ასეთი აღარ სჭირდება უსაფრთხოების თვის მაგრამ მასში ეს ჩადებულია ძალიან მყარი საფუძველი და ნუ წინა აქ ასე თქვა ცხოვრება ამ შემთხვევაში მეორე შემთხვევაში როცა გვაქვს არაჯანსაღი მიჯაჭვობა ჩაბღაუჭებული ბავშვი ან არ ვიცი დათრგუნული ბავშვი რომელსაც არ შეექმნა ეს საყრდენი როდესაც იზრდება და ეშინია რომ სულ მიატოვებენ და დედას არ ენდობა და დედა მისთვის არ არის სანდო და რისთვის ეჩხუბება დედა და ატყუებს დედა და რა ხდება საერთოდ დედას შორის ბავშვს უყალიბდება რომ ესეთია სამყარო არის არასანდო სამყაროსგან არ ვიცი რას უნდა ველოდო საშიშია მეშინია არ ვარ საკმარისად კარგი არ არის აღიარებული აქედან გამომდინარე იზრდება ადამიანის დასრული რომელიც არის შეშინებული რომელსაც ჯერა რომ სამყარო არც ისეთი
წავიკითხავ მარიკა, არც ისეთი საიმედო არ არის, არასტაბილურია, რომ თვითონ არ არის აღიარებული, ან თვით შეფასება აქვს დაბალი, იმიტომ რომ არ აქვს ეს აღიარება, ხო? თავარი ადამიანისგან, ვინც არის დედა, ხო? და ისდება ესეთი დასრული უკვე ადამიანი, რომელიც მომავალში ეძებს ესეთ ტოქსიკურ არაჯანსაღ დამოკიდებულებებს უკვე ცხოვრებაში. ესე იგი, ბავშვი არის ადამიანი არის გაზრდილი, უკვე რომელიც თავს გზნობს მაინც შეშინებულად, არასრულყოფილად და ყოველთვის ეძებს რაღაცა ჩაბღა, არასრულ ფასოვნების კომპლექსი აქედანაც ვითარდება და რომელსაც არ აქვს თავდაჯერებულობისგან, აი მყარად არ დგას და ეძებს ვიღაცებს, ან რაღაცებს, მაგრამ ვიღაცებს ადამიანებს, ვისაც მიეჯაჭვება. თქვენ წარმოიდგინეთ, მიჯაჭვობის ფორმა არის, ასევე შეიძლება იყოს დამოკიდებულებები, რაც არის წამალზე დამოკიდებულება, ნივთიერებებზე, სასმელზე დამოკიდებულება, რაც არის თამაშ დამოკიდებულება, რომელიც მამაკაცები ძალიან ხშირად მიმართავენ ხოლმე. ესეც გარკვეულწილად დაკარგული ბავშვია, რომელიც არაჯანსაღი მიჯაჭვულობა შესაძლებელია რა ქონდა განვითარებული და ხდება დამოკიდებული. აი რატო ქვია ხე დამოკიდებულება, ხო? აი დამოკიდებული ხდება რაღაცაზე. ხვდებით, აი ნივთიერებაზე დამოკიდებული და ეს არის ჩვილობის მდგომარეობა, ხვდებით, აი გაყუჩებული მდგომარეობა, რაღაცაზე დამოკიდებული მდგომარეობა, თავს გავიბრუებ, ხო? და ვიქნები გაყუჩებული, მშვიდად, იმიტომ რომ სამყარო საშიშია, სამყაროში მეშინია, მე ისევ დედასთან დაბრუნება მინდა და თბილ მუცელში დაბრუნება. ეს არის ზუსტად ნივთიერებებზე დამოკიდებულება, რომელიც რას იწვევს კიდევ გასაგებია. მეორე განვითარება არის, აი, რაც დაგვიწერა ჩვენმა მეგობარმა მსმენელმა, ადამიანზე დამოკიდებულება, ხო? ირჩევენ მეწყვილეს, რომელზეც ხდება დამოკიდებული ადამიანი, ქალია თუ მამაკაცი, ხდება მასე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, დამოკიდებული არ ხდება საოცარ და კარგ ადამიანზე, რატომღაც ხდება მართლაც არასაიმედო ადამიანზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ბავშვობაში მას ჰქონდა ეს მაგალითი, იმიტომ რომ დედა არ იყო საიმედო, ხო? დედა ღალატობდა მას, ზოგჯერ დედა ატყუებდა მას, აი ზუსტად ესეთ ადამიანზე ხდება დამოკიდებული, ხვდებით? თორე თუ დამოკიდებული გახდი კარგ ადამიანზე, კარგად ხარ, ბენიერად ხარ, თქვათ იყავი, ხო? მაგრამ არა, ესე არ ხდება. ხდება მიჯაჭვობა ადამიანზე, მის გარეშე მოკვდება, მის გარეშე არ შეუძლია, არ დაშორდეს, თავს მოვიკლავ და მთელი ამბები და ის რა თქმა უნდა შორდება, ის რა თქმა უნდა ცუდად ექცევა, იყენებს ამ დამოკიდებულებას. ეს არის კლასიკა, ასე რომ ვთქვათ რა. და თამაშდება ის ყველაფერი, რაც ბავშვობაში გათამაშდა. ეხლა წავიკითხავ. გამარჯობა ანი, მეტად მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. როგორია დედის ერთა გოგონას მდგომარეობა, როცა თან სურს რომ ცალკე დაიმკვიდროს თავისი ადგილი და თან დედასთან მიჯაჭვობას განიცდის. გამოსავალი სად არის? უკვე ესე იგი დიდია გოგონა, ხო? უნდა მოხდეს, ესე იგი, აი მაინც მიჯაჭვობას ყველა ვარიანტი არის, ხო? უბრალოდ არის ან ჯანსაღი, ან არაჯანსაღი. მიჯაჭვობა არის აუცილებლად. რადგან უყურე დამკვიდრება, აი უნდა თავისუფლად წასვლა, თავისუფლება უნდა, მაგრამ უკან აკავებს დედა, ეს უკვე ნიშნავს, რომ სადღაც შეცდომაა დაშვებული, სადღაც მიჯაჭვობა მოხდა ზედმეტი. სადღაც არაჯანსაღობა მოხდა. ძალიან გადაეჯაჭვნენ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს. შესაძლებელია დედა ძალიან ბევრს უგვარებდა მას საკითხებს, ხო? მეტად უგვარებდა, მეტად ეს კიდევ მეორე საკითხია, ხო? დედა რომელიც გადაფოფრილია ბავშვზე და ყველაფერს უგვარებს, ხო, აბსოლუტურად. ამ შემთხვევაში ბავშვი უბრალოდ არ იცის როგორ გამომკლავდეს ცხოვრებას. წარმოდგენა არ აქვს. ხო? და ეშინია, უნდა თავისუფლება ეძახის, მაგრამ არ იცის, საერთოდ გადაწყვეტილება არ იცის, მყოლია არაერთი მოზარდი, ხო? 16-17 წლის გოგონა, ბიჭი, რომელიც არ იცის, უნდა წავიდეს, მაგრამ არ იცის გადაწყვეტილება როგორ მიიღოს. ეს გააკეთოს, ის გააკეთოს, ხო? გასაოცარი ურთიერთობა აქვს დედასთან, მაგრამ
დედა ცხოვრობდა მის გარეშე, დედა უწყვეტდა ყველაფერს, ხო, დედა ცივნიავს არ აკარებდა, გესმით, მაგრამ ბავშვი უნდა დარჩეს მარტო, აი, როცა წლამდე და აი პატარა ასაკში ჩამოყალიბდება ეს მიჯაჭულობა, იმის შემდეგ კი არ არის საჭირო, რომ თქვენ ესე გადაფოფრილი იყოთ იმ ბავშვთან. არა, მას საყრდენი აქვს. თქვენ მერე ის ნელ-ნელა უნდა გაუშვათ. 3 წლის არის თუ რამდენიცაც არის, მიდის ჯერ ბაღში, იქ პრობლემები შეემთხვევა, მან დამოუკიდებლად უნდა გადაჭრას ეს ყველაფერი. თქვენ მიეცით ის საჭირო ძალიან მნიშვნელოვანი რაც უკვე მიეცით. ეხლა უკვე დოზები უნდა იყოს აუცილებლად დარეგულირებული, გესმის და ნელ-ნელა უკვე მე სკოლაში და აი დამოუკიდებელი, აი უნდა ეს უკვე მეორე შემდეგი ეტაპია, მიჯაჭულობა ხო არის? ეს შემდეგი ეტაპია, რომ დედამ უკვე სხვა თემაა თან, შეგვიძლია მე სხვა დროს ჩავართო თქვათ ეს თემა, სხვა დროს ვილაპარაკოთ. უნდა მისცეს დედამ დამოუკიდებლობა უნდა აჩუქოს, ასწავლოს რა. და ამ შემთხვევაში მარიკა თქვენ რაც გააჟღერეთ, ნახეთ, შეიძლება აი ძალიან იშვიათია რომ დედა ესე უშვებდეს ბავშვს, აი უშვებდეს, რომ აი წადი თავისუფალი ხარ, რაც გინდა გააკეთე, მაგრამ ბავშვმა რომელიც ცხოვრება არ იცის და წადი თავისუფალი ხარ, ის იმდენ ძალიან საშინელებებს შეიძლება გადაეყაროს, არ ვიცი, შეიძლება შფოთვითი აშლობით ძალიან ბევრი მინახია ბავშვი რომელიც საზღვარგარეთ მიდის, ცხოვრება არ აქვს, ნანახი, აი არ ვიცი, ოთახიდან არ გასულა თუ რა ვიცი, საოცარი პატარა სკოლიდან არ გასულა და უკვე მიდის საზღვარგარეთ სადღაც ან ევროპაში, ან ამერიკაში და იკარგება უბრალოდ არ იცი ის რა ქნას იქ, ხო? ამიტომ მან უნდა შეძლოს გამკლავება ცხოვრება, უნდა ისწავლოს. დედასთან ურთიერთობითაც, ხო, დედასთან ჯიბრით, დედასთან მერე უკვე გარდატეხის ასაკში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპებია, ხო? ხო, რას ვამბობდი, რომ აი დედამ გაუშვას, ხო? ან თუ ხედავთ, რომ უკვე ბავშვს ეშინია, ბავშვი დამოუკიდებელ, უკვე გაგვეპარა, უკვე ის მომენტია, რომ თქვათ, აი ამ კუთხით დავეხმაროთ. გესმის, აი თან მიუშვას დედამ, თან ან თუ ბავშვი იმუშავებს, მაშინ თვითონ ბავშვმა იმუშაოს, არ ვიცი, ფსიქოლოგთან, არ ვიცი, საკუთარ თავთან, ხო, აი სამუშაოა რა, საბოლოო ჯამში კი ყველა ვიზრდებით, მიჯაჭულობა გვაქვს, საყრდენები არ გვაქვს, დაკარგულები ვართ, არასრულფოსოვნების კომპლექსები გვაქვს, მაგრამ მაინც ყველა იზრდება, მაინც ყველას შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრება, ყველა შეუძლია რომ ძლიერი გახდეს, წარმატებული, ანუ არ გაიგოთ ისე რომ აი ეს არის დამთავრდა და ასე თქვა წერტილია დასმული და ანუ არ ვიცი დაღი. არა, რა თქმა უნდა, თავისუფლებას ჯერ მოიპოვებ, უბრალოდ მეტი ტკივილი შეიძლება შეგხვდეს, მეტი ძალისხმევა შეიძლება დაგჭირდეს, ხო? და ნუ იბრძოლო და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, შენ შესაძლებლობა გაქვს და თავისუფლება გაქვს, რომ შეცვალო რაც გინდა, ხო? ესეც არ გაიგოთ. ხშირად მშობლების ბრალია არ უშვებენ, ეგოისტები არიან. დიახ, არ უშვებენ, მაგრამ მეორესაც გეტყვი, ძალიან საოცარი რამ არის, აი იცით რა, რომ როცა ერთ დღეს დადგება დრო ყველას დაუდგება, როდესაც ბავშვი მივა დედასთან და იცი რა, მე უნდა წავიდე. ხო? ვინც სად მიდის, არ ვიცი, ვინც ასწავლოთ, ვინც ალკე გადასვლა უნდა ვის რა უნდა. მოკლედ, აი ეს მომენტი, რომ აი უნდა წავიდეს და ეუბნება დედას. და რას მიიღებს დედისგან პასუხს. ეს არის აი როგორი შვება არის, აი ვერ აგიხსნე, თუ კიდე დაეუბნება, რომ აბა რა უნდა წახვიდე. შენს გვერდით ვიქნები, წადი სადაც გინდა. და დედა რა, შენ ვერ გაართმევ თავს, შენ ეს არ შეგიძლია, ან სანო წახვიდე, არ დამტოვო პირიქით, თქვათ მსხვერპლი დედა, არ გამიკეთო ეს. ეს არის ბავშვისთვის, არ ვიცი, აი ტვირთი, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება ატაროს. უბრალოდ არ გაიმეტოს ამისთვის თქვენი შვილები. მყავს 5 წლის გოგო არის აქტიური, მხიარული, ესმის ყველაფერი კარგად და როცა ვხსნით, რა თქმა უნდა, ბაღშიც კარგად არის ადაპტირებული გარემოსთან. უბრალოდ რამდენიმე დღის წინ მოგვაწვა ნოსტალგია და ერთად გადავხედეთ თავის ახალდაბადებულის ფოტოებს და ამის შემდეგ ცოტა შეიცვალა დედასთან ურთიერთობაში. გახდა უფრო მიჯაჭვული დედაზე და არ მაკარებს არავისთან. ან თქვენ ხართ დედა, ანა, და განშორებასაც განიცდის ძალიან. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე, რომ ისევ ძველ მდგომარეობას დავუბრუნდეთ.
რა საინტერესოა. ხო, ესე იგი გადახედეთ სურათებს და აი რაღაცა სენტიმენტება გაიღვიძა. აი იცით რას დააკვირდით, თვითონ თქვენგანც და ძალიან მნიშვნელოვანია უყურეთ, თუ დედა ვერ თმობს ბავშვს, ეს ბავშვი აისახება და ვერც ბავშვი ვერ თმობს დედას. ეხლა სურათების გადახედვა რომ მოგინდათ, აი სადღაც თქვენი ის ხომ არ იყო, რომ აი სენტიმენტები, აი ეს შეიძლება გადაეცა მას. ხდები, მასე აისახება. აი დედამ უნდა გაუშვას სენტიმენტი. აი თუ გით ბავშვი დატოვება, ხო? აი თუ დედას გული ეწვის და ვაიმე ჩემი საწყალი ბავშვი და ანუ აი მე რა ეშველება იქ და ვაიმე მარტო იქნება, ბავშვი განიცდის, ამას გრძნობს ბავშვი. და არ უნდა დარჩენა, თვითონვე არ დარჩება, გესმით? ხო? შეიძლება გაუშვებ საიმედოთ რომ გიშვებ და ანუ თქვა გატან ჩემს თქვა ენერგიას, ხო, კარგ ენერგიას და უშვებ ბავშვს, რა იქ გაშვება არის ეს ბავშვი. ბავშვიც თავისუფლდება ამ შემთხვევაში, ხო? მოდი ჯანსაღი გაშვება უნდა იყოს, ხო? ნუ რა თქმა უნდა. ხო? ნუ შესაძლებელია, არ ვიცი ხა ესე ზეპირად რა ვთქვა, ხო? შეიძლება გადაუაროს ამ ყველაფერმა, არ ვიცი რამდენი დღის ამბავია. ან რაღაცა კონკრეტულთან გვაქვს საქმე, ხო? აი, არ ვიცი ამ შემთხვევაში. რა გიპასუხოთ ერთადერთი ის რომ აი თქვენ თავს დააკვირდით, თქვენვე ხომ არ გაქვთ რაღაცა სენტიმენტები, მეორე აი რაღაცა სენტიმენტები, აი ეს სენტიმენტები, ეს ემოციები ხო მეტად მოქმედებს ბავშვზე, ხო შეიძლება რაღაცა იმოქმედა, აი რაღაცა საკითხმა, ხო? აი არ ვიცი, არის ხოლმე მომენტები, რომ აი რაღაცა პერიოდი ბავშვი უცებ ძალიან მიეჯაჭვება რაღაცა მიზეზის გამო, აი რაღაცას გრძნობს. არის პერიოდი რომ მე გაუშვებს ამ ყველაფერს, ხო? აი თითქოს აი იმ პერიოდში რაღაცა ხდება, რაღაცა დედაში, ხო? ან ბავშვი, ან გარემოში საერთოდ, რასაც ბავშვი გრძნობს, ხო? აი ეტა შეიძლება 3-4 დღიანი მიჯაჭვობა დაემართოს შეიძლება ბავშვს, ხო? იმ მომენტში რაღაცა მოხდა ან მის ცხოვრებაში, ან დედის ცხოვრებაში, ხო? ამასაც დააკვირდით. ოკეი, მაგრამ გადაილახება, ხო? სადაც აქამდე ესე იყო. კიდევ თუ გაქვთ რაიმე კითხვა, თუ არა და ნელ-ნელა დავასრულოთ. ხო? აქედან გამომდინარე, აი ზემოთ კითხვა რაც იყო, ხო, დამოკიდებულება, მადლობა ანა, დამოკიდებულება, თქვათ, მეწყვილეზე ურთიერთობებში, დიახ, ეს არის, კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, რომ დამოკიდებულებას საქმე როდესაც ურთიერთობებში არის აი პრობლემა მიჯაჭვულობის და აი განიცდის ადამიანი დაშორებას თუ რაღაცა ყოველ სულ დაშორება ელანდება და სულ გონია რომ მიატოვებს ეს მეორე ნახევარი ხო განიცდის ამ ყველაფერს და მიეჯაჭვა და უბედურია მის გარეშე ხო და ეშინია და ასე შემდეგ ხო ეს კომპენსაციას აკეთებს რაც ბავშვობაში არ ქონდა ხო ამ შემთხვევაში და არასანდობის განცდა აქ სამყაროსგან ხო ამ შემთხვევაში ეს ერევათ ხოლმე სიყვარულში ადამიანებო და მინდა გითხრათ რომ ეს არ არის სიყვარული აბსოლუტურად ხო ეს სხვადასხვა რამეა მიჯაჭვულობა თქვენ თუ დამოკიდებული ხართ ადამიანზე ეს არ ნიშნავს რომ ეს არის სიყვარული ხო შესაძლებელია იყოს სიყვარულიც და მიჯაჭვულობას მაგრამ შეიძლება არ იყოს სიყვარული მაგრამ იყოს მიჯაჭვულობა და ეს მიჯაჭვულობა ისეთი ემოციური იყოს რომ გეჩვენებოდეს რომ თითქოს არის სიყვარული იმიტომ როგორც კი მიჯაჭვულობას მოხსნი შეიძლება საერთოდ არაფერი აღარ დარჩეს ანი საქმე იმაშია რომ მე მას არაფრით ვზღუდავ, ოკეი? ყოველთვის რჩევებს ვაძლევ, მაგრამ ერთი წელია ძალიან დამოკიდებული გახდა თავის ბავშვობის მეგობარ გოგონასთან და ვატყობ რომ ეს გოგო მასზე ზემოქმედებს უარყოფითად ამ ამბავში რომ დედასთან აპირისპირებს. მე რა გავაკეთო ამ შემთხვევაში? ჩემი შვილი 19 წლისაა. ბავშვი, მისი მეგობარი ზემოქმედებს მასზე უარყოფითად. აი, არ ვიცი ეს თქვენი დანახული სიმართლეა. რატომ აქ ეს გავლენა ბავშვს თუ კი მასში არ იყო რაღაცა, აი რაღაცა გავლენა როცა ხდება ვიღაცის მიერ, რაღაცა ისე წამოედება ხოლმე ადამიანი, აი შიგნით რაც უკვე მასში არსებობს და როცა სხვისგან მიიღებს დასტურს ხდება აი ამის გაღვივება უფრო და აი რასაც თქვათ გავლენას ვეძახით.
თქვენ მარიკა ამ შემთხვევაში გკითხავდით რომ რატო შფოთავთ, აი რის გამო შფოთავთ თქვენ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენთან გახდა დაპირისპირებული. ამ შემთხვევაში არ ვიცი, აი გადავხედავდით რაზე დაგიპირისპირდათ, აი რის გამო, ხო, რას გერჩით თქვენ ან რა უნდა თქვენგან, ხო, აი ამას ჩაუღრმავდებოდი და ამასზე გავაკეთებდი სწორებას, ასე რომ თქვათ, ხო, რომ უფრო ვიცოდეთ, აი რა სითხულს, ხო, რა უნდა მას თქვენგან. ეგ ერთი და მეორე, თქვენ რაზე შფოთავთ, რა არის თქვენი შფოთვის მიზეზი, ის რომ ბავშვი რა, ну უკვე 19 წლის გოგოა, ხო, დასრულია, რომ თქვენი შვილზე არ გაქვთ ისეთივე გავლენა, როგორიც გქონდათ, თქვათ, ხო? არ ვიცი. ამიტომ გამოსაკვლევია. კითხვები მაქვს და აი აბა გაეცით, უნდათ პირადში მომწერეთ. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა რომ ისმენდით. იმედი მაქვს რომ სასარგებლო და გასაგები იქნება რაღაცები თქვენთვის, რაზეც ვისაუბრე. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, დამიწერეთ კომენტარებში, აუცილებლად გიპასუხებთ, ან პირადში მომწერეთ, ხო? თუ კი სასარგებლო იყო, ჩემი თხოვნა იქნება რომ გააზიაროთ ვიდეო, რადგან სხვა ადამიანებმაც მოისმინონ, თუ კი ეს სასარგებლო ინფორმაცია, ასევე ჩემთვისაც თქვენგან იქნება ერთგვარი გაკეთებული, თქვათ, ქმედება, რაც მე თქვენს მადლიერება იქნება თუ თქვათ რა, თქვენგანა ეს რა ქვია, ჟესტი, რასაც მივიღებ, წინასწარ მადლობა და ხვდებით კიდევ ამ კვირაში, ან შემდეგ კვირაში, მოკლედ. დიდი მადლობა და დროებით, თუ რამე კითხვა გექნებათ, დამიწერეთ. აბა დროებით.